ძვირფასო მეგობრებო, ნახალოვკელებო, თემქელებო, სანზონელებო, ლოტკინელებო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ყველას დიდი სითბოთის სიყვარულით პატივცემულო საზოგადოება. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი სახელით მივესალმო ქალბატონ ნინოს, ჩვენს ლიდერს. მე ასე ვიტყოდი, არა მხოლოდ ჩვენ სრულიად საქართველოს ლიდერს. ეს დროც მალე იქნება. უღრმესი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის, გილოცავთ გიორგობას, გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა ქართველებო. ჭეშმარიტად. დღეს პირველად დღეს სრულიად საქართველოში ტარდება საარჩევნო კამპანია ძვირფასო მეგობრებო, რომელიც მეტნაკლებად სხვადასხვა ძალებიდან, პოლიტიკური ძალებიდან ერთმანეთს გავს. ყველანი საუბრობენ ყველაფერზე, მაგრამ ავიწყდებათ ერთი უმთავრესი, რითაც ამაყობს და რაზეც არის დაფუძნებული ჩვენი კოალიციის ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, მოძრაობა. ეს არის ღირსება და ეს არის ღირსების გრძნობა. ეს ის ენერგია, რომელიც გვასულდგმულებს და გვაძლევს საშუალებას მოვაწესრიგოთ ის რა წლების მანძილზე, 9 წლის და ალბათ ცოტა უფრო მეტი წლის მანძილზე ნაციონალურმა მოძრაობამ დაუშავა საქართველოს, ასევე თითოეულ ჩვენთაგანს. ხოლო დღევანდელი ქართული ოცნება საღათას დილს მიცემული ვერაფერს ვერ აკეთებს. როდესაც ვუყურებთ ჩვენ დღევანდელი ხელისუფლების ამ გაუგებარ უმოქმედობას და მე ვიტყოდი წაჭექ უკუჩეკობანას, უნებურად გვებადება კითხვა, მაინც რატომ არ კეთდება ის, რაზეც იყო საუბარი ამ 2 წლის მანძილზე. და ადრე თუ ფიქრობდით, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ ამას, ჩვენ ახლა დავწმუდით, რომ ისინი ერთია რომ ვერ ახერხებენ, მაგრამ ისინი ძალზედ კარგად არიან ჩაწნულ ჩახლართულები იმ ავადსახსენებელ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია და ამის დასტურია სხვათა შორის ის, როდესაც ერთხმად მიიღეს კანონი ანტიდისკრიმინაციის შესახებ, რომელიც იქცა პრაქტიკულად დისკრიმინაციად თითოეული ქართველის, ქართული ეთნოსის, საქართველოსი და რომელიც დაგმო არა მხოლოდ ქართველმა ერმა, არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ჩვენმა სულიერმა მოძღვარმა და ქართველი ელის ლიდერმა. როდესაც თქვა, რომ უკანონობის დაკანონება არასწორია და მორწმუნე ადამიანები ამ კანონს ვერასოდეს ვერ მიიღებენ. ვისთან ახართ ბატონებო თქვენ გვებადება კითხვა და პასუხიც ნათელია. სად არის სამართლიანობის დამკვიდრება, სად არის წართმეული ქონების დაბრუნების მცდელობა, დედაქალაქში კორუფციის აღმოფხვის მცდელობა, უმუშევრობის დაძლევა, კოჰაბიტაციის დაძლევა, 9 წლიანი რეჟიმის გასამართლება და მისი ლიდერის, ასე ვთქვათ, ჭყალებში ამ საერთაშორისო მაწანწალის გულისხმობ სააკაშვილს მისი დაკითხვა და გასამართლება და მისი დამქაშების არაფერი ეს არ ხდება. ამიტომ ხალხი ბრძენია და მისი გამონათქვამი, რაც ალხანაა, ის ჩალხანააო, ამ ორ ძალას ძალიან უხდება, მე თუ მკითხავთ. ძვირფასო მეგობრებო, ერთადერთი ოპოზიციური რეალურად ძალა ბრძანდებით თქვენ, ვართ ჩვენ, ათასობით ადამიანი, რომლებიც წარმოვადგენთ კოალიცია ნინო ბურჯანაძეს, ერთიან ოპოზიციას, რომელსაც რეალურად ძალუց ყისიერად დაიწყოს მოწესრიგება იმ საკითხების, რომელიც ჩვენ ჩამოთვალეთ და წინ წავიდეს. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის. შალვა ოგბაიძეს, ჩვენს ზმას და მეგობარს, ერთ-ერთ ლიდერს ჩვენი ოპოზიციისას მივესალმოთ. მოგესალმებით ნახალოვკელებო. იცით, ჩვენ ყველანი მოვდივართ, გარკვეული წარსული გვაქვს ჩვენ და მე ავჭალაში დაბადებული გაზდელი კაცი ვარ. ცენტროლიტის დასახლებაში, უпроსორედ, მე აი აქ გავიზარდე და ღამეს ვათევდი ცენტროლიტში. აქ ვისწავლე მე, აქ ვეზიარე სპორტს, აქ ვეზიარე მაგიდის შოგბურთს, აი აქ პლასმასის ქარხანაში დავდიოდი კალათბურთზე, აქ ვიზრდებოდი და მე მახსოვს ეს სკვერი და ეს სკვერი ერთგვარი სარკეა იმ მოუწესრიგებლობის, რაც ჩვენმა საყვარელმა ბჭყალებში სააკაშვილმა დაგვიტოვა და მისმა რეჟიმმა, რომელმაც უგულვებელყო თითოეული ჩვენთაგანი საცხოვრებელი გარემო, როდესაც მან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
თითოეულ ჩვენთაგას თავზე გადაგვახია ის ყველაზე მთავარი ფუძემდებლური პრინციპი, რასაც თბილისური ცხოვრების წესი ქვია, რასაც თბილისის განვითარების გეგმა ქვია და ამ გეგმის უგულვებყოფით მათ აი ამ სკვერში, სადაც უნებართვოდ ერთი პატარა სავაჭრო ფარდულის ჩადგმაც კი არ შეიძლებოდა, ჩაგვიდგეს როგორც მერაბიშვილი უძახდა შუშის მინის შენობის პოლიცია. მათ ერთი კარგი საქმე, მეორე არანაკლებ კარგი საქმის გაფუჭების ხარჯზე გააკეთეს. მათ დაამახინჯეს, მიიტაცეს ეს სკვერები. სანამ აქ მოვიდოდი, მე ძალიან კარგად ვიცი აქაურების გულის ტკივილი, რომ ყვავილებს მეტნაკლებად აქ წყალს უსხავენ, მაგრამ სკვერი მოურწყველია. რა დიდი დადგენილება უნდა ამას ცეკასი თუ იმის, რა ქვია, მაშინდელი იმის. ამას უნდა ელემენტარულად, გემრიელი, თბილისური, ნახალოკური ჯიგარი უნდა ამას, რომელიც ძალიან ნაკლია აი ამ რაიონს და ძალიან ნაკლია ამ თბილისს. დამერწმუნეთ, თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი არჩევანი, გაქვთ გასაკეთებელი არაჩვეულებრივი ადამიანების ჩვენი გუნდის სახით და მისი ლიდერის კალბატონი ნინოს სახით და კონკრეტულად ქალაქის მერობის არაჩვეულებრივი კანდიდატის, ბევრ ღირსეულ კანდიდატთან ერთად დამერწმუნეთ, ჩვენი ყველას ჯობია, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძე, რაც შეეხება მაჟორიტარებს, რომელიც თითოეული თქვენთაგანის ოჯახის წევრი უნდა იყოს, დამერწმუნეთ, რომ ჩვენი მაჟორიტარები თქვენი თითოეული თქვენთაგანის ოჯახის წევრი გახდებიან და არიან კიდევაც. ისინი არასოდეს არ გავლენ მომსახურების ზონიდან, ისინი არასოდეს არ გამორთავენ ტელეფონს, ისინი არასოდეს ხვიცით არ მიგიკეტავენ ბიუროკრატიულ კარებს და იქნებიან ყოველთვის ჭირსა და ხინში ჭირი ღმერთმა გაცილოთ ხინი ბევრი მოგცეთ თქვენს გვერდით. გაიხარეთ. ბატონებო, მინდა სიტყვა ვთხოვო ჩვენს მეგობარს, ჩვენს კოლეგას, ჩვენი კოალიციის ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს და ლიდერს, ბატონ კახა ზაგამიას. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, მადლობთ იმისთვის, რომ მომეცით საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი. ბრძოლაში ვართ, რა თქმა უნდა, სულ ყველა ჩვენთაგანი წინ ძალიან დიდი შრომა გვიდევს, დიდი გამოცდა გველოდება ჩვენ თვითოულ ჩვენთაგანს და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს უბნებს და რაიონებს. არის ხალხური ესეთი გამონათქვამი. ბრძოლაში მთავარი ის კი არ არის, წინ ვინ გიდგასო. თავარი ის არის, გვერდზე ვინ გიდგასო და ამ კოალიციას გვერდზე უდგას ყველაზე გამოცდილი საქართველოში, ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ამ კანდიდატებს გვერდზე უდგას ყველაზე პატიოსანი საქართველოში მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ამ კოალიციას, ამ კანდიდატებს გვერდზე უდგას ყველაზე გამოცდილი, ყველაზე კარგად შეთამაშებული პოლიტიკოსთა ჯგუფი კოალიციის სახით. ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, ამ რაიონის ნაძალადევის მოსახლეობას მინდა უთხრათ, არჩევანი მართლაც ძალიან დიდი არ არის, რადგანაც ერთ მხარეს დგას კოაბიტირებული, ნაცკოცური, პოლიტიკური ფსიქოლოგიით ერთი ჯგუფი და მეორე მხარეს დგას ნინო ბურჯანაძე თავისი გუნდით. ასე რომ, არჩევანი უნდა გააკეთოთ სიძლიერეზე, არჩევანი უნდა გააკეთოთ გამოცდილებაზე, არჩევანი უნდა გააკეთოთ ერთგულებაზე და პატიოსნებაზე. ამიტომ მოგიწოდებთ შემოხაზოთ ნომერი 3. მადლობთ. ძვირფასო მეგობრებო, თხოვოთ გია ბურჯანაძეს. მოგესალმებით, შემოკარგებო. ელა როცა მოვდიოდი მესმოდა კახას სიტყვები ზაგანიას და მართალს ამობს ეს ახალგაზრდა მშვენიერი ვაჟკაცი. ეს ის გუნდი არის, გამოცდილება ერთმანეთში შევიძინეთ ჩვენ ბრძოლაში. ვენდობით ერთმანეთს. მე პირადად ვენდობი ამ ადამიანებს და რა თქმა უნდა ქალბატონი ნინო უდგას ამას სათავეში. დიმიტრი ლორთქიფანიძე და დანარჩენი მაჟორიტარები, ვინც იქნებიან სულ ყველანი ბრძოლაში გამოცდილი ადამიანები არიან. ოღონდ ეს ბრძოლა არ იყო ძალაუფლებისათვის და სკამებისათვის. ეს ბრძოლა არის საქართველოსთვის. ეს ბრძოლა არის ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. ეს ბრძოლა იქნება მარადიულად, სანამ საქართველოში არ მივიღებთ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც იზრუნებს თავიანთ მოქალაქეებზე, თავიანთი მოქალაქეების ღირსებაზე, მათ ხვალინდელ დღეზე. მე ახლა მიმძიმს გახსენება რამდენიმე ეპიზოდი მინდა გავიხსენო ნაძალადევთან დაკავშირებით. შარშან, როდესაც იყო გამოტოვებული
უпроსორეთ მაჟორიტარი უნდა აგვერჩია ჩვენ წულუკიანის მაგვირად ნაძალადევში მაშინ მოგიწოდებით რომ ყურადღება მიაქციეთ იმას რომ უნდა მოვიდეს ხალხი არჩევნებზე და მოსახლეობას მივმართე რომ ნუ მივცემ საშუალებას ან გააყალბონ ან იმისთვის რომ თქვათ რაღაც არ მოვიდა ხალხი და არ გააკეთა ბრძნული გადაწყვეტილება ნაძალადევმა მიიღეთ ისეთი დეპუტატი და თუ იცით საერთოდ ვინ არის თქვენი დეპუტატი პარლამენტში და გეტყვით პირდაპირ ეს არის ის გოგონა რომელიც არაფერს არ აკეთებს ნაძალადევისთვის მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მაგრად იცავს სქესობრივი თუ რა ქვია სექსუალური უმცირესობების ღირსებებს და მათ მდგომარეობას მისი გამოსვლები უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ამას შეცდით ნაძალადელები თქვენ არ მოგმართათ ვინც აქ ბრძანდებით მაგრამ თქვენს მეზობლებს თქვენს ახლობლებს ვინც უნდა მოსულიყო მაშინ და ხმა მიეცა ღირსეული კანდიდატისათვის არ მობრძანდა მაშინ არჩევნებზე ან ვის მობრძანდა მის ახმა კორძაიას და თქვენ ნახეთ შემდეგ გინახიათ ის გოგონა შემდეგ თქვენს უბანში ნაძალადევში სამაგეროდ თავგადადებული იცავს იმ ადამიანებს და საქართველოში იმად დასაცავი არაფერი არ ჭით იმიტომ არც არავინ ავიწროებდა იმად ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითად ერთი უმუშევარი მაჩვენეთ მაგ ადამიანებში სულ ყველანი დასაქმებულები არიან შვენივრად გრძნობენ თავს და იმ ქვეყანაში სადაც 950,000 ადამიანი შიმშილობის ზღვარსქვევით არის ვისი უფლებების დაცვა ევალება კორძაიას აი ეს მიიღეთ ნაძალადევებმა მაშინ როდესაც არ მობრძანდით არჩევნებზე ან თუ მობრძანდნენ მის ეს ხმა არასწორ კანდიდატს შემდეგ მეორე ეპიზოდი მინდა გავიხსენო შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე ვინც აქ ბრძანდებით თქვენ ეს არ გეხებათ მაგრამ თქვენს მეზობლებს ეხება რა მივიღეთ ჩვენ იმის მაგვირად რომ აგვერჩია ღირსეული პრეზიდენტი საქართველოსთვის ნინო ბურჯანაძე ვინ ავირჩიეთ ჩვენ ერთი კაცის ხათრით რაც უნდა კარგი ადამიანი იყოს და რაც უნდა პატივცემული ადამიანი იყოს ის ერთი კაცი ხათრით არჩეული თამად არ მინდა სუფრასთან მე პრეზიდენტი კი არა რაც მივიღეთ სამი თვის შემდეგ გამომბრძანდა ეს პატივცემული ადამიანი და ბოდიშიც კი არ მოგიხადათ მაგრამ თქვა რომ მაპატიეთ შევცდიო მაპატი არ უთქვამთ ეს როგორ დამემართა 60 წლის კაცო შევცდიო და მეორე რა მივიღეთ კაცი რომელიც იძახდა დამთავრდება კოაბიტაციაო დამთავრდა კი არა ყველაზე მეტად ჩახუტებული დღეს პრეზიდენტი არის იმ დამნაშავე პარტიასთან ნაციონალებთან იძახდა კაცი არ შევალ იმ სასახლეშიო იმიტომ ის გაправება იყო სააკაშვილის 300 მილიონი თუ რაღაცა დაждდა ის ამ გაჭირებულ 800 მილიონი ამ გაჭირებულ ქვეყანაში სასახლე აშენა და ჩვენ ვიძახდით ოპოზიცია რომ კაცო პრეზიდენტს როგორ არ უნდა ქონდეს სასახლე როგორ არ უნდა ქონდეს მაგრამ ესეთი და იძახდა ის დღევანდელი პრეზიდენტი მაშინ სანამ კანდიდატი იყო რომ არ შევალო იმ სასახლეშიო შებძანდა ბატონო ისე შებძანდა რომ გამოსვლაც აღარ უნდა იქიდან კოაბიტაციის დამთავრებაზე აღარაფერი აღარ არის ვინმეს მოგემატათ რამე სამუშაო ადგილები გაჩნდა თქვენი უფლებები ვინმემ დაიცვა არა ბატონებო ეს რის გამო მივიღეთ იცით აი მაშინაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მოგიწოდებდით ჩვენი გუნდი რომ გონებით მივიღოთ გადაწყვეტილება და არა ვინმეს ხათრით არა რაღაც განწყობების გამო არ გავაკეთეთ ეს არ მობრძანდა ხალხი არჩევნებზე და მივიღეთ ის რაც მივიღეთ და ნაძალადევებს ორჯერ აგაქვთ ეს და მესამეჯერ აღარ შეცდეთ ბატონებო მით უმეტეს ღმერთი სამობით არის და თქვენ თუ მისცემთ ხმას ამ გუნდს დიმიტრი ლორთქიფანიძეს მერობაზე და იმ მაჟორიტარებს ვინც არიან წარმოდგენილი ნაძალადევში ეგება მესამეჯერ მაინც გვეშველოს და დავიწყოთ ქვეყნის მშენებლობა დავიბრუნოთ ღირსება ქვეყანაში ყველაფერი მოსაწესრიგებელია ამ ქვეყანაში აბა იცოცხლეთ შემოძვირფასებო გადაეცით თქვენს მეზობლებს დათესავებს უბნელებს რომ ისეთივე შეცდომები აღარ გაიმეოროთ რაც ორჯერ დაგემართათ სამი ნომერი თქვენი იმედითა ვარ გისურვებთ გამარჯვებას მადლობთ ძვირფასო მეგობრებო ეხლა მინდა მე ვთხოვო სცენაზე ამოვიდეს და დაგენახოთ ასე შეიძლება ითქვას თბილისელებისთვის ყველაზე საკადრის ყველაზე ღირსეულ მერობის კანდიდატს ყველაზე რეიტინგულ მერობის კანდიდატს ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დიმიტრი იცით ალბათ
8 შვილს უზდის სამშობლოს. ესეც დიდი საქმეა, მეგობრებო. ქრისტე აღსდგა. ძალიან მიყვარხართ ჩემო ნაძალადებელებო, იმიტომ რომ კარგად გახსოვთ ალბათ რომ შარშან დაახლოებით ამ პერიოდში ჩვენ ბევრი თქვენგანი პირადად შემხვედრილ ხართ, შემხვედრილ ვართ ერთმანეთს, გვისაუბრია, გვიმსჯელია, გაგვიცვლია ინფორმაციები და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რომ ამ ქალაქში არის ერთი დიდი რაიონი, რომლის პრობლემა ყველაზე უფრო მეტად გულთან ახლოს მაქვს მიტანილი, იმიტომ რომ გუშინ და გუშინ წინ მაქვს მოსმენილი ყველაზე უფრო ასე ვთქვათ სკრუპულოზურ დონეზე და ამას ვაპირებ ყველა დანარჩენ რაიონში. ამიტომ ნაძალადევის თითოეული ქუჩა ფაქტიურად ჩემთვის არის ცნობილი, ჩემთვის არის ნაცნობი და მე მომავალშიც გამოვთქვამ სურვილს, აი როგორი ხალხმრავლობითაც დღეს ახარ თქვენ აქ წარმოდგენილნი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენი დემოკრატიული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელობას და პირადად ბატონ ირაკლი ლომიძეს, რომელმაც თქვენთან ერთად იზრუნა აი ამ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. შეხვედრისთვის, რომელმაც უნდა გასცეთ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი. პირველ რიგში მე ვიცი თქვენ რა გინდათ და თუ მე არ ვწდები, მაშინ ერთხმად ჩამოვაყალიბოთ ეს პოზიცია. თქვენ მიერ არჩეული მერი უნდა იყოს თუ არა დამოუკიდებელი, უნდა იყოს. უნდა იყოს თუ არა პრინციპული, უნდა იყოს. უნდა შეეძლოს თუ არა საკუთარი პოზიციის დაცვა, უნდა შეეძლოს. მაშინ მე გპირდებით ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეული თბილისელის, თითოეული ნაძალადევის რაიონის მცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით გარანტი თქვენი უფლებების დაცვისა. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ყველაზე მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ეკისრებოდეს მერს და რომელიც კავშირშია 800 მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვასთან და რომელიც კავშირშია იმასთან, რომ თითოეული თეთრი, ყოველი თეთრი ამ ბიუჯეტიდან მოგხმარდეთ თქვენ, ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ეს ასეც იქნება. და ჩვენ მოვაწესრიგებთ ქვეყანას თქვენთან ერთად, მოვაწესრიგებთ ჩვენს ქალაქს და მოვაწესრიგებთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ მაჟორიტარულ ოლქს, ნაძალადევის საარჩევნო ოლქს. და იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ცხოვრება იქნება იმ ღირსების ფარგლებში, რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ქალბატონებო და ბატონებო, მე მინდა ყურადღება შევაჩერო იმ ძალიან საგანგაშო ტენდენციასთან, რომელიც დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში იკვეთება. თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ახალი მენტალური უმრავლესობა, რომელსაც ქმნიან რესპუბლიკელები ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და მათ ფაქტიურად გარს უმშვენებს თავისუფალ დემოკრატთა დასი. ეს არის ახალი უმრავლესობა, რომელსაც აწყობს დასავლეთი, რომელსაც აწყობს დღევანდელი ხელისუფლება ყოფილ დანაშაულებრივ სინდიკატთან ერთად და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ნებისმიერი ნაციონალურ ინტერესს მორგებული პოლიტიკური გუნდის საპროგრამო დებულებები იქნეს უარყოფილი, რომ ის რომ ამდენი ხანია ერთადერთ ლიდერს, რომელსაც ჩაესვლება ყველგან ორ პოლარულ სამყაროში, გამოუცხადო ბრძოლა და არ მისცენ საშუალება ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს შექმნას ძლიერი პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც ხელეწიფება გადაწყვიტოს ყველაზე უფრო საჭიროებო საკითხები მდგარი ჩვენი ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ თვითმმართველობის დონეზე, რომელშიც შემოსვლა და რომელთანაც დაკავშირებით თქვენი არჩევანი იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობისა ბოლო ჟამის და ბოლო ეპოქალური მნიშვნელობის საქართველოს ისტორიისთვის. მე მოგიწოდებთ თქვენ, მოგიწოდებთ და იცოდეთ, რომ ეს იქნება ბრძოლა სიკვდილ სასიცოცხლო ბრძოლა იქნება ეს ნამდვილად. ეს იქნება ბრძოლა, რომლის ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა. დღეს აი NDI, იცით თქვენ ეს ორგანიზაცია, აი ამ წუთას გამოაქვეყნა კვლევები თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგებთან დაკავშირებით. მე საერთოდ არ ვარ იქ წარმოდგენილი. დიახ, უკვე ამაზე მიდიან, იმიტომ რომ მათ დაინახეს საფრთხე. იგრძნეს საფრთხე, რომ ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია და მათი კანდიდატები და არა მხოლოდ თბილისში ახლა მე ისე არ გამომივიდეს, რომ საკუთარ თავზე მაქვს ასე ვთქვათ პრეტენზიები. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მათი წარმომადგენლობა 12-ვე თვითმმართველი ქალაქის მიმართებით, მუნიციპალიტეტებში დასახელებული განგებლობის კანდიდატების მიმართებით, მაჟორიტართა მიმართებით, თურმე საერთოდ ხედველობაში მისაღები გარემოება არ არის. აი ეს არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ უნდა გვიხაროდეს ის, რომ მტერი არის აფორიაქებული, პოლიტიკური მტერი არის შეძრწუნებული. ის ხედავს, რომ იწყება გამოღვიძება მთელი ხალხისა, მთელი ქვეყნისა და რომ საზოგადოება აღარ აპირებს შეეგუოს იმას, რასაც ადგილი ჰქონდა თუნდაც წმინდა წყლის ასე ვთქვათ სინჯის დონეზე ერთი კვირის წინ, როდესაც პატრიარქის თხოვნა, რომ კონკორდატით გათვალისწინებული პირობის თანახმად სანამ კანონი გამოვიდოდა განსახილველად საქართველოს ეკლესიასთან შეთანხმებულიყო, იქნა უარყოფილი.
უარყოფილი და ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი იმ პარლამენტარებისა, რომელთა რიცხვში 109-0 წინააღმდეგ ხმამისცა კანონს ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. და ეს არის ფაქტიურად პირველი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ დავექვემდებარებით, არ დავემორჩილებით არც დროში, არც სივრცეში და არ ჩვენთან მიმართებით და არ ჩვენი შვილებთან მიმართებით ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენი მომავლის წინააღმდეგ განაჩენის გამოტანის ტოლფასია. და ასევე მინდა გითხრათ ძალიან საგულისხმო და საგანგაშო ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ თბილისის ბიუჯეტი დიდი ხნის მანძილზე არ მტკიცდებოდა. თქვენ იცით, რომ თბილისის ბიუჯეტით სარგებლობის პრაქტიკა მრავალწლიანი ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა ისე, რომ ამ ბიუჯეტის აბსოლუტური დიდი ნაწილი მიემართებოდა პარტიული ინტერესებისთვის, დასაქმებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღესდღეობით, მას შემდეგ რაც ეს ბიუჯეტი მიიღეს და ამ ბიუჯეტის მიღების მონაწილეობაში საკრებულოს ძალიან ბევრმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციონერმა მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას თვითმმართველობის საარჩევნო წარმომადგენლობის დონეზე, ჩვენ მივიღეთ ასეთი ციფრები. სახელმწიფო ფონდი 64%-ით გაზარდეს. 29 მილიონიდან 59 მილიონამდე. ეს არის ის თანხები, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, აი აქ ჩვენ თამარი ოვაშვილი გვესწრება, უმუშევართა კავშირის ასოციაციის თავმჯდომარე, ის ალბათ დამემოწმება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს ის თანხებია, რომელიც საკმარისი იქნებოდა 4 კორპუსის მშენებლობისთვის, სოციალურად დაუცველთა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან უსახლკარონი. უსახლკაროებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის ამ ქვეყანაში არაფერი არ გაკეთებულა დღემდე. ერთი კორპუსიც კი არ არის აშენებული საცხოვრებელი, ეს მე მინდა იცოდეთ. რომ არა შვეიცარიული გრანტი, რომლითაც ერთი კორპუსი აშენდა, დღემდე საერთოდ არაფერი გაკეთებული არ არის. სამარცხვინო ფაქტის წინაშე ვდგევართ და ჩვენ გვპირდებით. ჩვენი სახელმწიფო გუნდის თვითმმართველობაში შემოსვლის შემთხვევაში გარანტირებული იქნება თქვენი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება თვითმმართველობაში. ჩვენ და პირადად მე, როგორც მომავალი თბილისის მერობის კანდიდატი და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში თბილისის მერი, უზრუნველყოფ, რომ ყოველი კვირის ორშაბათი იყოს თქვენთვის ანგარიშგება, რომ ყოველი დღე იყოს ონლაინ რეჟიმში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაკონტროლების დღე და ეს არ არის ილუზია, ეს იქნება რეალური საპროგრამო დებულება, რომელსაც მე თქვენ წარმოგიდგენთ. მე გპირდებით, რომ კონსტიტუციის დონეზე, ანუ თბილისის კონსტიტუციის შექმნის დონეზე შევქმნით თბილისის სტრატეგიული ურბანული განვითარების გეგმას, რომელიც ასევე არ არის შექმნილი. გპირდებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განსაზღვრელ დოკუმენტს შევქმნით და არავის არ მივცემთ უფლებას ძველი ურბანული ქსოვილის ფარგლებში განახორციელოს თავისი ბიზნეს ინტერესები და მოახდინოს იქ თბილისის პანორამების თუ სხვადასხვა მახინჯი პროექტების დემონსტრირება და საკუთარი ბიზნეს ინტერესების ლობირება. ამას თქვენ გპირდებით, მხოლოდ მარტო კაცი ამ შემთხვევაში არაფერში არ გამოდგება და ამიტომ ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია არის ის პოლიტიკური ძალა, ის პოლიტიკური შესაძლებლობა თქვენთვის მათ შორის და შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული პოლიტიკური სივრცე და ხალხს მივცეთ ძალაუფლებაში მოსვლის რეალური შანსი. ამიტომ გპირდებით, მოვალთ ხელისუფლებაში და თქვენთან ერთად მოვაწესრიგებთ ქვეყანას. თქვენთან ერთად მოვაწესრიგებთ ქალაქს და ნაძალადევის რაიონს. მე ახლა მინდა სიტყვა მივცე პოლიტიკური კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ლიდერს, უალტერნატივო ლიდერს დიდ ქართულ პოლიტიკაში ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. მადლობთ. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ძვირფასო თანამოქალაქენო. ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხილვა, თქვენთან შეხვედრა. და ნამდვილად შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ძალიან მეამაყება იმ გუნდით წარდგომა თქვენს წინაშე, რომელიც დღეს შემსგვერდით არის. უპირველეს ყოვლისა, ვთვლი, რომ თავად გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა კოალიცია, რომელსაც ქვია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია და რომელშიც არიან წარმოდგენილი თქვენთვის საკმაოდ ცნობილი ოპოზიციური ლიდერები, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან გადადგმული და ეს აჩვენებს იმას, თუ რა მიზნით მოვდივართ ჩვენ. ამ კოალიციაში წარმოდგენილნი არიან ადამიანები, აქ სხედან ბატონი ჯონდი, ბატონი სოსო შატბერაშვილი, ბატონი კახაძაგანია გამოვიდა. ეს ადამიანები თქვენთვის ცნობილნი არიან ძალიან კარგად, როგორც მებრძოლები, თითოეული დაჩაგრული და სოციალურად დაუცველი ადამიანისა.
ისინი გააგრძელებენ ამ ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება გაცილებით უფრო ეფექტური, თუ თქვენ დაუჭერთ მათ მხარს და მისცემთ იმ მანდატს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ისინი საკრებულოში მოხვდნენ. მე ძალიან დიდი სიამაყით კიდევ ერთხელ მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ეს არის ნამდვილად ძალიან ღირსეული ადამიანი, ნამდვილად ძალიან ღირსეული ქართველი, ნამდვილად ძალიან ღირსეული ოჯახის შვილი და ოჯახის მამა. და აბსოლუტური დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს თავის შვილებს, სხვისი შვილებისთვის წარწმეულ უკმას არ მიუტანს. მას ყავს 8 შვილი, ის მე-9 შვილს ელოდება. ის არის ნამდვილად ღრმად მორწმუნე ადამიანი, რაც სწორედ იმის გარანტიაა, რომ მან ძალიან კარგად იცის. სხვისი შვილებისთვის წარწმეული ლუკმა მის შვილებს არ შეერგება. ამიტომ ის საკუთარ ქალაქზე, თბილისზე, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქზე, თითოეულ რაიონზე და თითოეულ თქვენგანზე იზრუნებს ისე, როგორც იზრუნებს საკუთარ შვილებზე და საკუთარ ოჯახზე. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიამაყით წარმოვადგენთ ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამ არჩევნებში და დარწმუნებული ვართ, რომ ის თქვენი მხარდაჭერით გახდება თბილისის მერი. ძვირფასო მეგობრებო, აქ ძალიან ბევრი ითქვა და აქ მოსულ ადამიანებს დიდი აგიტაცია, პროპაგანდა არ გჭირდებათ. იმიტომ რომ უკვე ძალიან კარგად ჩანს თქვენი აქ ყოფნით, რომ თქვენ ძალიან კარგად აკეთებთ იმის ანალიზს, ვინ არის ქართულ პოლიტიკაში, რა გადაწყვეტილება ჭირდება დღეს ქვეყანას. დიახ, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ იმაში, რომ თქვენი პოზიცია კარგად აუხსნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც იმედი აქვთ გაცრუებული, რომლებმაც ხელი ჩაიქნიეს, რომლებმაც შეიძლება თქვან, რომ არ მივალთ არჩევნებზე, რა აზრი აქვს, ჩვენ ხმას მაინც მოიპარავენ, ჩვენ ხმას მაინც სხვას მიაკუთვნებენო, მაგრამ ეს არ არის სწორი პოზიცია. თქვენ იცით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ თქვენ მოხვალთ, თქვენი ახლობლები, თქვენი მეზობლები, თქვენი მეგობრები არჩევნებზე, რაც მეტი იქნებით, მით ნაკლები იქნება არჩევნების გაყალბების შანსი. დიახ, არა აქვს ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობაზე საერთოდ აღარაფერს არ ვლაპარაკობ. სირცხვილი ჩვენი და უპირველეს ყოვლისა სირცხვილი ქართული ოცნების, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ ბოგინობს ამ ქვეყანაში, კიდევ მორალს გვიკითხავენ, კიდევ პარლამენტიდან აცხადებენ როგორც უმთავრესი ოპოზიციური ძალა ამა თუ იმ პოლიტიკურ პრინციპებს. ნაციონალურ მოძრაობას თითოეულმა თქვენგანმა, საქართველოს მოსახლეობამ 1 ოქტომბერს უთხრა არა და ქართულ ოცნებას კი უთხრა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის ბოგინი მორჩენილიყო ქვეყანაში. რა მივიღეთ ამის სანაცვლოდ? ამის სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ ქართული ოცნება რამის საკუთარ თავზე მეტად ნაციონალური მოძრაობის გადარჩენაზე ფიქრობს. რატომ? იმიტომ რომ მოვიდა უუნარო და უცოდინარი ხელისუფლება. დიახ, სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ არის ისეთი ბოროტი ხელისუფლება, ეს ნამდვილად უნდა ვთქვათ, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ რომ ქართული ოცნების დამსახურება უდაოდ არის, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ ერთად შეკრებილნი და მე არ მეშინია იმის, რომ აქ მოსული ადამიანები სახში სანამ მივლენ, ან დაჭერილი იქნებოდნენ, ან თავგატეხილნი და ან დატერორებულნი. ამას ჩვენ უფასებთ ქართულ ოცნებას. მაგრამ ეს არ არის მარტო რისთვისაც ჩვენ ისინი ავირჩიეთ. მათი უუნარობის ბრალია ის, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს მთავარ ოპოზიციურ ძალად არის ქვეყანაში წარმოდგენილი და როგორც დიმიტრიმ აქ თქვა, ჩვენი პარტია საერთოდ არ არის მოხსენიებული და მე საერთოდ არა ვარ ოპოზიციურ ლიდერებში მოხსენიებული, აღმოჩნდა რომ საერთოდ უბრალოდ არ ვარსებობ. ის კი არა რომ 1% მაქვს ან 10 თუნდაც რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამიწერეს, თურმე საერთოდ არ ვარსებობ. მე მესმის რომ საქართველოში არიან ძალები, თუმცა საბედნიეროდ მცირე, რომელსაც უნდა რომ ბურჯანაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გია ბურჯანაძე, შალვა ოგაიძე და ასეთი ადამიანები არ იყვნენ ქართულ პოლიტიკაში. დიახ, აწყობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ძალები, რომელსაც არ ჭირდება დამოუკიდებელი ხელისუფალი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელისუფლება ყოფილიყო მარიონეტული რეჟიმის მაგვარი. ის განცხადება თუნდაც, რომელიც გააკეთა, როგორც დღეს NDI გვეუბნება, საქართველოში ყველაზე პოპულარულმა პოლიტიკოსმა ირაკლი ალასანიამ,
ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკოსის იმპიჩმენტის საგანი გახდებოდა. იმიტომ რომ როდესაც თავდაცვის მინისტრი აკეთებს ესეთ უპასუხისმგებლო განცხადებას და აცხადებს, რომ ნატოს ჯარები, ლამის და თავდაცვის სისტემები უნდა განლაგდეს საქართველოში, ოღონდ ამის თაობაზე ნატოშიც კი წინასწარი მოლაპარაკება არ ყოფილა და ჩვენ ხედავთ აქ უკრაინაში რა ხდება ორი ფეხის მანძილზე. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, ან ხარ აბსოლუტური უცოდინარი, როდესაც ამ განცხადებას აკეთებ და უპასუხისმგებლო, ან უბრალოდ მავნებელი და სხვისი საქმის გამკეთებელი პოლიტიკოსი. ძვირფასო მეგობრებო, მე და ჩემი მეგობრები შემთხვევით არ ვლაპარაკობთ ზოგად სახელმწიფოებრივ პრობლემებზე. ეს იმას რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ნაძალადევის პრობლემები. არ ვიცით თემკის, ან ძველი ნაძალადევის და ლოტკინის პრობლემები, ან სანზონის პრობლემები, ან ფოთის პრობლემები, ან ქუთაისის პრობლემები, ან რომელიმე რეგიონის პრობლემები. მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, თუ უმთავრესი პრობლემები არ მოგვარდა, არ იქნება ის თანმიმდევრული განვითარება, რაც თქვენ პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ უშველის. დიახ, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ დასამალი არაფერია და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ ხალხი ოდესმე მოგვიტყუებია. ჩვენ თქვენ პირდაპირ გეუბნებით. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს განვიხილავთ ორ ჭრილში. ერთი, როგორც ჩვენი შესაძლებლობა, რომ მოვაგვაროთ თქვენი ყოველდღიური პრობლემები. მოვაწესრიგოთ ის პრობლემები, რომელიც თქვენ გაწუხებთ და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის იმ ჭრილში განხილული პრობლემა, რომ ეს არის ეტაპი საპარლამენტო არჩევნების მოპოვებისა, რაც შეიძლება მალე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა, რომ სერიოზული ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, დამთავრდეს ნაციონალების ბოგინი, დამთავრდეს ნაკლები ბოროტების, მაგრამ უმაქნისი, უცოდინარი და უუნარო ხელისუფლების უზურპაცია და მოვიდეს ხელისუფლებაში ძალა, რომელსაც აქვს გამოცდილება, უნარი და შესწევს ძალა იმისა, რომ მოაწესრიგოს ქვეყანა და დაალაგოს ის პრობლემები, რაც ქვეყანას სჭირდება. ყველა თქვენგანმა უნდა მიაქციოთ ყურადღება. აქ დიტომ ძალიან კარგად თქვა და მისი გამოსვლა იყო მაგალითი გუნდურობისა, თანამებრძოლობისა და მეგობრობისა. დიახ, თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც თქვენ ხმას მისცემთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხმას მიცემთ თითო ლორთქიფანიძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ხმას მიცემთ ნაძალადევის დეპუტატებს. დიახ, თითოეულ ამ ადამიანს სჭირდება სერიოზული გუნდი და მხარდაჭერა ქალაქის საკრებულოში. რომ ქართული ანდაზაა, მარტო კაცი ჭამაშია ძბრალიაო. დიახ, მარტო კაცს ძალიან გაუჭირდება იმ დანაპირებების შესრულება, რასაც ჩვენ ახლა თქვენ გაძლევთ. ამიტომ 3 ბიულეტენში, ალბათ ეს ციფრით სიმბოლურია, რომ დაემთხვა. 3 ბიულეტენი იქნება ქალაქის მერის, მაჟორიტარი დეპუტატის და კოალიციის. 3 ბიულეტენში 3-ჯერ უნდა შემოხაზოთ ნომერი 3, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია და მისი კანდიდატები, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები დაიწყოს და ჩვენ დავიწყოთ თქვენი პრობლემების მოწესრიგება. ბატონებო და ძვირფასო ქალბატონებო, ჩვენ აღარ უნდა დაუშვათ ის, რომ ვინმეს ხათრით ეხლა უკვე თბილისის მერი ავირჩიოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის ადამიანი, რომელიც თქვენს პრობლემებს მოაგვარებს. საოცარი გულწრფელობით. ისეთი რამ თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძის მეუღლემ, თუ უყურეთ ინგა გრიგოლიას გადაცემას, რომელმაც აბსოლუტურად ნათლად გამოაჩინა დიმიტრი ლორთქიფანიძის როგორც ადამიანის სახე. მისმა მეუღლემ თქვა, ჩემი მეუღლე, სახში რომ შემოვა, გარეთ არ დატოვებს იმ პრობლემებს, რაც მოსახლეობას აწუხებსო. დიახ, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ის ადამიანები, ვისაც ჩვენ გთავაზობთ მაჟორიტარ დეპუტატებად, არ დატოვებენ თქვენს პრობლემებს კარს მიღმა. როცა შებრუნდებიან და წავლენ, არ დაივიწყებენ იმას, რასაც თქვენმათ ეუბნებით. ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით ამის გარანტი, რომ თითეული თქვენგანის მიმართ შესრულებული იქნება ის დაპირებები, რასაც ჩვენ მოგცემთ. თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დაპირებები შევასრულოთ. შეიძლება 100%-ით ყველაფერი ერთბაშად ვერ შევძლოთ, მაგრამ თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელიც ამასაც გაგებით ეკიდებით, თუ ხედავთ, რომ პოლიტიკოსი არ იტყუება, თუ ხედავთ, რომ ის მართლად ცდილობს, თუ ხედავთ, რომ ის ტყუილად კი არ ლაპარაკობს, იბრძვის იმისთვის, რომ თქვენი იმედები არ გაგიცრუოთ.
ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, მე მაქვს თქვენი იმედი და ჩემს თანაგუნდელებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სამივე ბიულეტენში შემოხაზავთ მესამე ნომერს და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ეხლა კი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონი დიმიტრის და თითეული ჩვენგანის თანაგუნდელები წარმოგიდგინოთ თემქაზე იქნება მაჟორიტარ დეპუტატად წარმოდგენილი ბატონი ილია ბაზიერაშვილი, პატმეილობთ ხო? ნაძალადევში თენგიზ მუჯარიძე, ლოტკინზე ნოდარ მელაძე, სანზონაში გიორგი გოცირიძე. რამდენ ორი სიტყვა უბრალოდ მიესალმეთ და უხარით. მოგესალმებით, ქალბატონო და ბატონებო. მე პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს და კოალიციას ჩვენი წარდგენისთვის, ნობის გამოცხადებისთვის და ალბათ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული თქვენთაგანი მაყოფილები იყოთ ჩვენი შრომით, ჩვენი მუშაობით, თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ გავიმარჯვეთ აუცილებლად და გავაკეთებთ იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებია არავის, თითოეულ თეთრს, თითოეულ კაპიკს, ყველაფერს თქვენამდე მოვიტანთ. რაც გამოყოფილი იქნება ბიუჯეტიდან, ყველა სფერო შევეხებით, სოციალურ დაუცველებს, ავადმყოფებს, ბავშვებს, მოხუცებს, აბსოლუტურად სულ ყველას გვერდში დაუდგებით. ჩემი ოჯახის კარი იქნება ღია თქვენთვის ნებისმიერ დროს. მიუხედავად იმისა, რომ იქნება სამუშაო კაბინეტი, მაგრამ კარები იქნება ოჯახის ღია. თვითონ ოჯახებში შემოვალ თქვენთან. თვითონ ოჯახებში გავიზიარეთ თქვენ გულის ტკივილს და დაგიდგებით მაქსიმალურად გვერდით. მინდა აუცილებლად გითხრათ ერთი რამ, შეიძლება ცოტა უხეხულად არის, მაგრამ წინა არჩევნებზე გახსოვთ თქვენ ერთი ბატონი აჭარიდან იწევლებოდა მარჯვენა გაგიხმეთ, მარცხენა გაგიხმეთ, ჭიები დაგესიოთო. ეს დუმბაძე იყო ბატონო. ეს ყველაფერი ძალაში დარჩა, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში იყო, ვინც 5 ნომერს შემოხაზავდა. მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ერთი რამე, რაც დღევანდელ დღეს, რაც საქართველოს აწუხებს. კანონი რომელიც მიიღეს, რომელი კანონიც ჩვენმა პატრიარქმა პირდაპირ უკანონობის დაკანონება შერაცხა. ფაქტიურად, ვინც 51 შემოხაზავს, თანამონაწილე ხდება იმისა, რაც იმ კანონში დევს. მე მოგიწოდეთ ყველას, შემოხაზეთ ნომერი 3 და ერთად ვიშრომოთ, ვიზრუნოთ თითოეული ქართველისთვის. დიდი მადლობა. მოგესალმებით ჩემო ნახალოვკელებო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. მე ვარ ქართველი, ვარ თბილისელი და შესაბამისად ვარ ნახალოვკელი. გავიბადე აქ და ყოველთვის ვიყავი და ვიქნები თქვენ გვერდით. ჩემი არჩევის შემთხვევაში მე გაძლევთ პირობას, რომ მე ვიქნები თქვენი და თქვენი ოჯახის დამცველი. მე ვიქნები თქვენი ხმა საკრებულოში და არავის მივცემ იმის უფლებას, რასაც დღეს აკეთებს არსებული წინა ხელისუფლება ერთად. ამისათვის ჩვენ ავირჩიოთ სწორი გზა, მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და შემოვხაზოთ ნომერი 3, რათა ერთად მოვაწესრიგოთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა. მოგესალმებით ჩემო კარგებო. ჩემო ნახალოვკა, ყველას მოგესალმებით, ყველა მიყვარხართ. მე გეტყვით ერთ რამეს, აქ ჩემმა მეგობრებმა თქვენს გამოთქვეს ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე, ანალოგიურს ვიტყვი მე, ვინც მისდევს უმრავლესობა ნახალოვკისა. ეჭვიარეპარება ჩემ კაცობაში მე ესე ვიტყოდი პირდაპირ და ეჭვიარეპარება იმაში, რომ მე ყველას გვერდში დაუდგები. არ დამავიწყდება არასდროს მათი ტკივილი, მათი გულის ტკივილი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ მათ ოჯახებს, მათ თითოეულ წევს გაუკეთა, მათ შორის მეც. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ პოლიტიკურ პარტიას ქალბატონ ნინოს, რომ უფლება მომეცა იმის ჯერ ამხელა გზნობისთვის, ნდობისთვის და მე პირველ რიგში მე ბატონი დიმიტრი გავიცანი უფრო ახლოს. ჩემი თხოვნა იქნება, ჩემო ნახალოვკელებო, ხმა მივცეთ ერთიან ოპოზიციურ პარტიას ბურჯალაძეს და შემოვხაზოთ ნომერი 3. დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას, ქრისტე აღსდგა, ჩემო ნახალოვკელებო, ჩემო ლოტკინელებო. თითოეული ჩვენთაგანის კისერზე გადაიარა ნაციონალური მოძრაობის პისესხლიანმა რეჟიმმა.
და დღეს უყურებთ 2 წლიან უმოქმედობას ქართული ოცნების. ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. ვიქნებით გარანტი თითოეული თქვენთაგანის, თქვენი ოჯახების კეთილდღეობის. ერთად მოვაწესრიგოთ ჩვენი ქალაქი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. კიდევ ერთხელ ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგიწოდოთ ხმამისცეთ ამ არაჩვეულებრივ გუნდს. თბილისის მერად ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს შემოვხაზოთ ნომერი 3. ყველა უბანში მაჟორიტარებად ასევე შემოვხაზოთ ნომერი 3 აქ წარმოდგენილი კანდიდატურები და ასევე შემოვხაზოთ პარტიულ სიაში ნომერი 3 ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია.